საღამოშვიდობისა მეგობრებო, დღეს 27 დეკემბერია, პარასკევი 19 საათი და 10 წუთი და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის დიდი სივრცე, ოღონდ არაჩვეულებრივი დიდი სივრცე, ვინაიდან ამ გადაცემაში ჩვენ სტუმრებთან ერთად ჩვენ შევეცდებით 2024 წლის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეჯამებას. მთავარი გეოპოლიტიკური შოუ დიდი სივრცე კვლავ პირდაპირ ეთერშია და ცხადი რომ ყოველივე ეს ხდება ჩვენს პლატფორმაზე, ეს არის რადიო სივრცე FM 98.5. პრაქტიკულად ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ YouTube არხზე, შესაბამის არხზე, Space-ების, ანუ რადიო სივრცის არხზე, ასევე Facebook გვერდზე. გთხოვთ რომ რაკი ნახვები გვაქვს მაღალი, თქვენი წყალობით ამისთვის დიდი მადლობა და ლაიქოთ, გააკეთოთ კომენტარი. შეეცადოთ რომ ესეთი შინაარსობრივი კომენტარი იყოს და გარდა ამისა ეცადეთ რომ იყოთ კორექტულები. სხვა შემთხვევაში უბრალოდ განიცდით ანიგილაციას თქვენ კომენტართან, ესე იგი ელექტრონულ აი ამ პლატფორმებზე. დღეს მოკლედ ჩვენ ყავს ორი ბრწყინვალე ანალიტიკოსი, მოაზროვნე და ვისთან თუ არა გურამ ნიკოლაშვილთან და ზაზა შათირიშვილთან. შეიძლება ისეთ საინტერესო წინამდებობრივი დრამატული ეპოქალური მოვლენებით დახუნძლული წლის შეჯამება, მაგრამ სანამ ჩვენ გადავართ ეგეთ გლობალურ თემებზე, მინდა ესე იგი ამ ჩვენს შიდა საქმეებს შევეხოთ და მინდა ვკითხო გურამს, რა კი გურამი არის საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, ნუ ვის თუ არ გურამს უნდა ვკითხო. აი ეს სკანდალი დღევანდელი, რომელიც სკანდალად იქცა, ანუ პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება. ჩემს რეჟისორს ვთხოვა ასევე რომ ცხრილი გვანახო, სადაც არის ეს პოლიტიკური პარტიები ასახული თავისი დაფინანსებები. მოკლედ რა მოხდა? ესე იგი დღეს ყველა მიიღო თუ არა ეს დაფინანსება, იქ დავინახე რაღაცა ერთ-ერთი ლიდერი გვარამია, ესე იგი ამუნათებდა იქ თუ არც ხვენდა ხაზარაძეს, ხაზარაძემ რაღაცები მოკლედ რა ხდება? რატომ მიიღეს ეს დაფინანსება თუ არ შედიან პარლამენტში? პასუხს დავიწყებ ბოლოდან. აი ბოლოს ამას უნდა თქვენ, მე ვთქვი მანამდე, კიდევ უფრო მანამდე კი თურმე OES-აც ქონია ნობელი, ჩვენ ლაპარაკობდით ეთერამდე იაპონელ ნობელიან მწერლებზე. ხო და ანუ სამი ყავს. როდესაც პოლიტიკური სამი. არა, მესამე არა. გავალებოდნო. კენზაბუროება კაზუო იშიგურო. იშიგურო ინგლისელი მწერალი. ნუ ეხლა როგორც იაპონელი ეგრე. არა, როგორც ინგლისელმა ისე აიღო. ინგლისურენოვანი მწერალი. აი ძალიან საინტერესო დილემაა და მაგას მე შევეხოთ. ჩვენ რა არის ქართული? ბროდსკი მაგალითად არის როგორც ამერიკელი, მაგრამ რუსი პოეტი. აი ეს სტრილი რომელიც არის ეს ხო უბრალოდ უნდა უთხრათ მაყურებელს ამას მოითხოვს ეთიკა მედიური რომ ეს სტრილი არის ვისეცხეთ ესე იგი რუსთავი 2-ისგან ანუ რუსთავი 2-ზე იყო ესე იგი გამოქვეყნებული ეს სტრილი და ჩვენ ხედავთ რომ 6 პარტიას მათ შორის 20 არა მე მგონი აკლია ამას კაცო გირჩსაც აქვს მიღებული გირჩსაც მე ვნახე სხვა სტრილი სადაც არა აი გირჩი არის 811,000 მოკლედ იმ ხუთმა პარტია ვით შევიდა იმან მიიღო ქართული ოცნებიათ და მიიღო კიდე პატრიოტ ალიანსმა და გირჩმა რომლებიც ვერ შევიდნენ. ანუ ამას აკლია 1-2 ხო, ანუ ეს ადეკვატური გირჩი? ხო, ადეკვატური გირჩი. აბა ისინი ერთად არიან დანარჩენები. გასაგებია. მოკლედ დავიწყოთ იმით, როდესაც პოლიტიკური პროცესი დაფუძნებული გაქვს ტყუილზე. არ არსებობს რომ ეს ტყუილის არქიტექტურა მრავალგზის გამეორების შედეგად ცხადია რომ გარკვეულ სიცოცხლის უნარიანობას იძენს, მაგრამ ამის მიუხედავად ის არის რა ქვია არ არსებობს რომ ეს არ შევიდეს შემდეგ ჩიხში ეს პროცესი. ამიტომ ის თავი დიდი ტყუილი. უკაცრავად ეს ცხრილი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, იმიტომ მე ვერ გავიგე, ახლებმა აიღეს დაფინანსება? ახალმა აიღო, ოღონ ახალი ხო კოალიცია ის დოროა გირჩი. არა, გვარამიას პარტიამ აიღო დაფინანსება? არა, დაფინანსება არ შეხვდა, მაგრამ არ აიღეს. ეგ ერთ-ერთი ბლოკია, ვინც არ მიიღო. ამიტომ ანუ პატიოსნები არიან. ეს კონსტრუქცია რამდენიმე ხანს არ უნდა გაძლოს. საქმე იმაშია, რომ აუცილებლად შევა ჩიხში და დღეს ეს პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებიან, იწყებენ თავის ახსნას, რომ ეს ფული ვისია, რატომ აიღეს, რატომ არ აიღეს, მაგრამ ცხადია, რომ აბსოლუტურად ქართული ოცნების ჩარევის გარეშეც აქ შეთანხმება ვერ ხდება და მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები ამუნათებენ მათ შორის ვისაც შეხვდა შალვა მართლაშვილი, იგივე ეს ახლები გვარამიას მეთაურობით. ამუნათებენ დააჩე პარტიებს, რომ აი თქვენ არ უნდა აგეღოთ და რა კი ეს აიღეთ. და იმ პრინციპში ქართული ოცნებაც იგივეს იმეორებს, ეს ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმაციას, იმიტომ რა ფული აიღეთ, თქვენ აიღეთ.
თქვენ აიღეთ ფული, რომელიც დათვლილია იმ შედეგის მიხედვით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. შესაბამისად, ამ ფულზე ხელის მოკიდებით ნიშნავს, რომ ირიბად და პრინციპში მაგრამ კარგი ლოგიკა აღიარებ რა ლოგიკა. ეშბანკის ადვოკატის ფუნქციას ავიღებ. ესე იგი, ჩვენ ოპოზიცია რაღაცა ეხლა ამ ხელისუფლებამ ეს არჩევნები რაღაც манипуляციის შედეგად რაღაცა მოხდა ისეთი რომ თავის საკუთარ თავს პირველი ადგილი დაუწერეს, მაგრამ ეს ხმები ხო ჩვენი ხმებია, ეს ფული ხო გვეკუთვნის. მერე? ისედაც. რა შუაში აქ ლეგიტიმურობა არა ლეგიტიმურობა? არა, ნახე ზუსტად იგივე სიძახავდა ხელისუფლებას რომ კი ბატონო, ეს თქვენი ხმებია. ზუსტად მაგას ვამბობ მე როგორც ქართული ოცნება ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა ეს შენია. რა თქმა უნდა გეკუთვნის. ბიუჯეტის ფულია, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით 45% მიიღე და მეც მაგას ვამბობ რომ უნდა აიღო და მეცაც გეტყვი პარლამენტშიც უნდა შემოხვიდე, მანდატიც უნდა აიღო. პარლამენტში არ შემოვალ, ამ ფულს ავიღებ. ჩემი ლოგიკა და დავხარჯავ გადატრიალების სასაკითხია რა. მაგად ეხა ვინცაც გადატრიალება უნდა ისინი ვიცით რაც უნდა გადატრიალდეს რა. და აქედან გამომდინარე მე ზუსტად მაგას გეუნები რომ მანდატიც უნდა აიღო, პარლამენტშიც უნდა შემოხვიდე 2028 წლის 28 ოქტომბრამდე მე-11 მოწვევის პარლამენტშიც უნდა იმუშაო და ამას რომ არ აკეთებ და რო იგონებ დიდ ტყუილს რა ლაპარაკობ გაყალბებაზე როცა ვერაფერს ვერ ამტკიცებ ვერაფერს ვერ შვები ეს საერთოდ არ არის რაიმე მტკიცებულობას ვერ უძლებს ერთ-ერთი რაც გაქვს ეს არის მრავალგზის გამეორება მე ლობისტურად ამერიკაში ნაყიდი 77 წლის სენატორი რომელმაც მოგცა თავისი აკაუნტის ნომერი და იქ რაღაცა ვორდინგსაც ეთყობა რასაც პოსტავ საიდან იცი რომ ნაყიდია სენატორი სენატორები არის ძალიან მარტივად ვიხდი სენატორის გაყიდვა მოიგონეს ამერიკაში სენატორები არეკიდებიან ისინი უბრალოდ ძალიან ძვირიღია ხო არა ეს მოიგონეს ამერიკაში და იმდენად იყინებიან რომ შემდეგ მოიგონეს ამის რეგულაცია ფარა მეტი არაფერი როცა პრინციპულად არ ყიდულობს სენატორებს იმიტომ რომ ჩვენ ვართ სუვერენულები და არ გვინდა ეგეთი ჩვენ გვინდა ნამდვილი სიმართლე ყველა ჭეშმარიტ სენატორი ჩვენ მხარეზეა გასაგებია ხო და აქედან გამომდინარე ვაკა საქმე იმაშია სწორედ ამას მოვითხოვ და ეს თავი აზრის დასრულებაც მინდა არის ის რომ როდესაც ეს ტყუილში შედიხარ მე ეს ტყუილი თვითონაც სადღაც გაიჭედება და აქედან გამომდინარე ეს მარტივი ტესტების ჩაბარების თარიღები რომ მოდის და ერთ-ერთი იყო ეს გუშინ საღამოს 6 საათის თარიღი როდესაც შენ უნდა დაწერო განცხადება მე არ მინდა ეს ფული მათ არ დაწერეს ანუ ამათ შეეძლოთ არ აიღოთ ეს ისევე როგორც არ აიღო გვარამია გვარამიამ დაწერა თავი ამ დაფინანსების შეწყვეტაზე და ავის ყველაფერს დაწერა ეს განცხადება და მან ეს არ მიიღო. გასაგებია რომ მას სამაგიეროდ მიიღო დიდი ხნის განმავლობაში 88000 ლარიანი ხელფასი და კაცმა არ იცის რაში მიიღო, მაგრამ ეგ სხვა საკითხია, რომ ის რო ეს სოციალურად შემწეობის სიაში რო არ ფიგურირებს, გავიგეთ და თქვა სხვები ფიგურირებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ოპოზიციურ ველზე ესეთი გაჭედვა მოხდა პრინციპული და აქედან გამომდინარე ახლა მიდის დიდი გარკვევა და რას გაარკვევენ. როდესაც მეორეს მხრივ აქეთ ხარეს არის აი ეს სიტუაცია რომ ისინი აი ამ ტყუილში ბოლოს და ბოლოს იჭედებიან და მხილება მათივე აი ამ რაღაცა გაუგებარი პოლიტიკური პოზიციის აქვე ხდება. გახარიას კიდე აქ რაღაც გარკვეული თავდაცვის საშუალებები, იმიტომ რომ ის გველაპარაკება რაღაცა პოლიტიკურ ფაზებზე, რომელიც ცხადია რომ ეს ფაზები არის წავა დასრულდება, დასრულდება არა იმ შედეგით, რასაც ის პროგნოზირებს, დასრულდება სხვა შედეგით, მაგრამ აუცილებლად გამოვა შემდეგ და იტყვის ამ ფაზების მე რა კი ფაზები დასრულდა და იმ შედეგით რითიც დასრულდა. მოკლედ ჩარტით არ დამთავრდეს ამ ფაზების ესე იგი. ერთ-ერთი მოკლედ ჩარტვა ეს იყო სწორედ, როდესაც მათ უკვე პრაქტიკულად და ეს გაფორმებულია, ისინი აღიარებენ რეალურად ამარჩევნების შედეგებს. შემდეგი ესეთი ну ეხლა კიდე არის რამდენიმე ეტაპი. არა, ლოგიკურად რა თქმა უნდა ეს არის ირიბად შედეგების აღიარება. არა, ცხადია ის მონაწილეობს შენ უკვე ამ პროცესში, რას ქვია? შენ აქამდე სტეიკჰოლდერი ხარ. არსებობს ჩვენთან მედიები, მედია საშუალებები, რომლებიც როცა ნიუსსაც კი უშვებს, სრულად ტექნიკურ საკითხს წერს, რომ თვითგამოცხადებული პარლამენტი, თვითაღიარებული პრეზიდენტი, ასეთივე პრემიერი და როდესაც შენ მე რაღაცნაირად ანუ თლიანად გამიჯნული ხარ, ხო? აი, ზვიადი რო იყო წასული გროზნოში და რომელიც აქ არაფერს არ აღიარებდა, მათ შორის არც ტერი, არაფერს საერთოდ, დღეს რაღაც ამ პოზიციას იკავებ რა. და ეხლა სალომე ზურაბიშვილი აპირებს, რომ იყოს იგივე. ანუ გროზნოში გაუშვათ სალომე ზურაბიშვილი. ნუ თავის რაღაცა გუდიაშვილის მოედან სადაც ცხოვრობს, იქ ექნება თავისი მინი ის, რა ქვია, მინი ლევილი, უფრო სწორედ. გასაგებია. კარგით.
მოდით გადავიდეთ სხვა საინტერესო, ბევრ საინტერესო თემებზე. იცით თუ არა რომ ლიბერალებმა ამათ ხო თავისი ნოვოი აზრი რა, ეს ახალი ეს თავისი ენა, რომელიც გამოიგონეს და ეს ახალი სიტყვა თავსდება აი ამ სისტემაში, ნიშანთა სისტემაში, რომელიც გაარკვიოს, ესე იგი მეგობარი ხარ თუ მტერი ხარ. მოკლედ ტრამპი, ფიცო, ორბანი არიან კრიპტოფაშისტები. ამ თვალსაზრისით ლიბერალებს ტოვს არც ილონ მასკი უდებს და ასევე ოპერირებს, არქმევს რაღაც სახელებს, როგორც ტრადიციულ ტერმინოლოგიას იყენებს. აი მაგალითად, შორს ეძახის იდიოტს. თუ გვაქვს სკრინი, სადაც ტრამპმა გამოაქვეყნა თავის პლატფორმაზე, X პლატფორმაზე, ვანახოთ incompetent fool. არა, შტერი, რეგვენია მოკლედ შოლცი, დააქცია ის გერმანია და აი ასე, ესე იგი, მიმართავს მასკი შოლცს. ასე ეს უფრო ზუსტ თარგმანში იდიოტს ნიშნავს. fool შტერია რა. შტერია რა. incompetent fool უკვე ასევე ესე იგი, აქებს მეორე სლაიდი არის, სადაც აქებს ალტერნატივას გერმანიისთვის. ასევე და მათ შემდეგ რაც მასკმა დაწერა აი ეს პოსტი, სადაც შეაქოდა თქვა რომ მხოლოდ ალტერნატივას only the IFD can save Germany, ხო? ამის შემდეგ გაზომეს ეს რეიტინგები და აღმოჩნდა რომ ალტერნატივა გერმანიის ლიდერს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. ბაიდენი პირველ ადგილზე არის. ახლა ნახეთ, აქ არის აქ ძალიან ხშირად, ესე იგი, ჩვენი აყურებელი აუდიტორიას, რომელიც ინტერესდება პოლიტიკით, რაღაც კოგნიტური დისონანსები ემართებათ. აი მაგალითად, ეს ქალბატონი არის ღია ლესბოსელი. ამის და მიუხედავად არის ალტერნატივა გერმანია, რომელიც უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური პარტია არის, ლიდერი ამ პარტიის. საერთოდ კრიპტოფაშისტები, აი ნახეთ, ფიცო მაგალითად კონსერვატორი არ არის, არის სოციალისტი. ტრამპი საერთოდ ლიბერტარიანელია. კარგი ორბანი არის კონსერვატორი, მაგრამ ეს რომ ეს ლიბერალური ბანაკი, ამ ყველა ამ ადამიანს, მათ შორის თქვენც ხართ კრიპტოფაშისტები, მეც ბუნებრივია კრიპტოფაშისტი ვარ. აი ახლა მაინტერესებს რა. როდის გვაღიარებენ კრიპტოფაშისტებად ეს ახალი ადმინისტრაცია? ვისგან უნდა ველოდოთ ამ სიგნალს? ვიღაცამ ხომ უნდა როგორც მასკი მიმართავს და არქმის, სხვათა შორის მასკმა ასევე გამოთქვა თავისი გაკვირვება რბილად რო ვთქვათ, ეს სკრინიც მინდა, სადაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აიღო თავის გადაწყვეტილებით გააუქმა არჩევნების შედეგები და მასკი ამასთან დაკავშირებით წუხს და ამბობს ეს მოსამართლე რომელიც აი ამ გადაწყვეტილებას იღებს, ამას დიქტატორის სახელი რატომ არ ქვია? ანუ აი ეს მოსამართლე აიღო და გააუქმა არჩევნები, ხო? ჩვენთან მიმართებაში როდის უნდა ველოდოთ ამ ნიშანს? აი მაგალითად, ხშირად გაიგებთ ხოლმე, ოცნება აუცილებლად უნდა იყოს ინაუგურაციაზე პრეზიდენტის. არ არის პრაქტიკაში ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის არ უგზავნიან იქ რაღაც მოსაწვევებს. იქ ესწრება სენატორები, კონგრესმენები, ელჩები, ერთადერთი გამონაკლის ისევ ტრამპმა დაუშვა და თავისი მოსაწვევი ვერბალურად შესთავაზა სი ძინპინს, მაგრამ ეს ხო ბუნებრივია, ჩვენ ხო გვესმის ეს კომუნიკაცია ხო სიმბოლოებით არის ხო დატვირთული, ანუ ჩამოდი შენ ჩემთან, რა კი მე ვარ იმპერატორი ამ ქვეყნის არა მხოლოდ ამ ქვეყნისა, მსოფლიოსი საერთოდ და რა თქმა უნდა სი ძინპინი ამას არ მიიღებდა ეხლა და ბუნებრივია არ მიიღებდა, მაგრამ ჩვენ რა ნიშანს და ვისგან და როდის უნდა ველოდოთ ამას აბაზაზა შენი მოსაზრება. იცი რა არის, მე არ მგონია რომ ამ შემთხვევაში ეს მოლოდინი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რატომ არ არის? იმიტომ რომ თავი რაღაც მოხდა უკვე. ოცნების ამორჩევლისთვის შენ ფიქრობ არ არის მნიშვნელოვანი? მე ფიქრობ რომ მნიშვნელოვანია. იცი რა არის, ნუ რაღაცა ნიშანი იქნება, როცა იქნება, მოდი ესე ვთქვა, მაგრამ აი პირადად ჩემთვის მაგალითად თავი მომენტი რა იყო? ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც ბოლო პერიოდში ტრამპს უსმენდი და მეგონა, რომ მისი ბევრი დებულება არის გადაწერილი ქართული ოცნების პროგრამიდან. მაგალითად, როდესაც ის ლაპარაკობდა გენდერულ იდენტობაზე, როცა ესამოდა რომ ქალია, კაცია და ასე შემდეგ, ხო? ანუ იმდენად ემთხვევა ძირეული ფუნდამენტური წარმოდგენები, რომ
აი ისე ეს არის ჩემთვის თავარი, ეს არის ჩემთვის გარკვეული აზრით კიდე რევოლუცია დაარქვი, კიდე კონტრრევოლუცია, მაგრამ ტრამპის მეორედ მოსვლით ფაქტობრივად მოხდა რა? მოხდა გაცხადება იმ დიდი წანაცვლების, იმ დიდი გადატრიალების თუ ცივილიზაციური წანაცვლების, რაც უკვე დიდი ხანია მიდის, რის სიმპტომი იყო პირველი მისი მოსვლა 2016 წელს, მისი მეორედ მოსვლა და რაც გვიჩვენებს რას, რომ ძველი პროექტი ეგრეთ წოდებული გლობალიზაციის, რომელიც გულისხმობდა ახალ იდენტობას, ტრანსჰუმანიზმს, უფრო მაყურებლის და მსმენელისთვის უფრო ნათელი რო გახდეს რაზე ალაპარაკი, აი სწორედ აი გენდერული ლუნასი, ანუ სიგიჟე, რასაც ტრამპმა უწოდა ამას, ხო? გენდერული სიგიჟე. აი ეს ჩავარდა, როგორც ახალი ანთროპოლოგიური პროექტი და ფაქტობრივად შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვაკუთხედი არის სწორედ ტრადიციული ღირებულებების დამკვიდრება და ის რომ ფაქტობრივად აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალური სამხრეთის და ამერიკული ტრამპიზმის იდეოლოგიური საფუძვლები გახდა ერთი და იგივე, არა ახალი ნორმალურობა, ანუ სინამდვილეში ის რასაც ჩვენ უწოდებთ ტრანსჰუმანიზმს, არა, ანუ ადამიანი თავის დროზე მიშელ ფუკომ ასე დაამთავრა თავისი სიტყვები და ნივთები, თავისი 1966 წლის წიგნი, სადაც აღწერილი ჰქონდა სამი პარადიგმა, სამი შემეცნებითი პარადიგმა რენესანსიდან იმამდე რა ქვია განმანათლებლობა როგორც მოდერნიტი და იქ სიტყვა პოსტმოდერნ ჯერ არ არის ნახსენები, მაგრამ ლაპარაკობს რომ აი ეს რაც ახლა მოდის, ფინალური ფრაზა ესეთია, რომ ადამიანი ისევე გაქრება, როგორც ზღვის ნაპირას ქვიშაზე გამოსახული დახატული რაც გამოსახულება, ხო? აი ზღვა რომელიც გადარეცხავს ამას. აი ესე ბოლო ფრაზა არის ეს, რომ ადამიანი გაქრება. ეს იყო წინასწარმეტყველება მისი. და პარადიგმის ცვლილება როგორ მოახდენს ამაზე გავლენას? ეს ხო ტექნოლოგიური, სამეცნიერო ტექნოლოგიური დიალექტიკის ლოგიკაა. ანუ ადამიანი გაქრება, იქნება რობოტი, ეს ხო იმაზე არის დამოკიდებული. რა მასკი ეწინააღმდეგება ამ ლიბერალურ იდეოლოგიას, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ 2030 წელს რობოტების რაოდენობა შეიძლება გადააჭარბოს ადამიანებს. რობოტების რაოდენობა შეიძლება გადააჭარბოს, ახლა ისინი არის ახლა ასეთი მომენტები გარკვეული ასე ჩვენ გქონდა ახალი დროის მოდერნიტის რასაც უწოდებენ ისტორიაში. მაგალითად აი ლუდიტების გამოსვლა. შემდეგ უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი. ანუ ხელოვნური ინტელექტი როგორც საშუალება და გენდერული იდეოლოგია ეს არის ორი სხვადასხვა რაღაცა. მაგალითად მე-19 საუკუნეში როცა გაჩნდა დარვინიზმი როგორც ევოლუციური მოძღვრების ნარატივი, ხო? იყო გარკვეული პერიოდი, აი განსაკუთრებით 50-იანი, 60-იანი, 70-იანი წლები, როდესაც ჩამოყალიბდა ეს პირველი ევროპული ნიჰილიზმი, რომ აი მეცნიერებამ ჩაანაცვლა რელიგია. და ოგიუსტ კონტმა, ცნობილმა ფრანგმა სოციოლოგმა, სოციოლოგიის დაფუძნებელი. ოგიუსტ კონტმა ჩამოაყალიბა ესეთი სამი ტრიადული თეორია, უბრალოდ სამი ეტაპის, პირველი ეტაპი, რომელიც გაიარა კაცობრიობამ თავის განვითარებაში, ეს არის მაგიური პერიოდი, მეორე, რომელიც ასევე ახლა გადაილახა, არის რელიგიური და მესამე საკუთრებით პოზიტივისტური, არის სამეცნიერო. გავიდა მთელი 10 წლეულები და ეხლა სხვა ყველაფერს დავიდავანებოთ, ხო? მარტო ალბერტ აინშტაინის ავტორიტეტი ეყოფა იმას, როდესაც აინშტაინმა არა მხოლოდ თავის საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითით, რომ ღმერთის რწმენა და ფიზიკა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, არამედ ის, რომ ეს არის ორი პროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება, პრინციპულად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ერთი ადგენს საზრის ცხოვრებისეულს, ხოლო მეორე პრაქტიკულს,
იგივე ნილს ბორი ასევე ამ ლოგიკის სხვათა შორის არის დარვინიზმს გამორიცხავს. ანუ დარვინს ჰქონდა პირადი პრობლემა, როდესაც ეს ისე არა, მე გეუბნები მეცნიერული პარადიგმა თუ ღმერთის სურვილი იყო რომ დაეშვა ეს. არ ჩანდა, უყურე, მაშინ ჯერ კიდე არ ჩანდა ისე ვიმეორებ, აი 50-19 საუკუნის აი პერიოდში ჯერ კიდე არ იყო გამოკვეთილი საით მიდის მეცნიერება. ჩვენ დღეს ძალიან კარგად დავინახეთ, რომ მეცნიერება ექსტენციალურ საზღვრს არ იძლევა. მას სრულიად სხვა ამოცანა აქვს. მეცნიერება და ტექნიკა ეს არის ადამიანის კომფორტის გარკვეული საშუალება, ისე ვიმეორებ. არა მიზანი, არამედ საშუალება. მაშინ როდესაც რელიგია და ფილოსოფია გველაპარაკებიან ადამიანის საზღვრზე, იმიტომ რომ რაც არ უნდა განვითარდეს მეცნიერება, ის ვერასოდეს ვერ გადაწყვეტს ღმერთის არსებობა არ არსებობის ან სიცოცხლის საზღვრის რატომ არსებობს. თუ როგორც იტყოდა ცნობილი ღმერთის თემა გაქრა, ამიტომ დაბრუნდა მაგია. შესაბამისად ყველგან დღეს არის ჰოროსკოპი. როგორც იტყვენ უპატრონო ეკლესიასო ეშმაკები დაეპატრონებიანო, ხო? აი ზუსტად მაშინ როდესაც გაქრა როდესაც მოდი ესე ვთქვათ, გააგდეს რელიგია და მას აღარ აპიარებდნენ. აი როგორც ოპოზიციურ ტელევიზიებში რაც ხდება, რომ დღეს გავიგე, რომ თურმე ეს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგები რაღაცები იქ არ არსებობს, საერთოდ არ იციან, ხო? ასევე არ იციან, არ ელაპარაკებდნენ ადამიანს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ აი საბჭოთა კავშირში იყო ესე ღმერთს წერდნენ რუსულად პატარა ასოთი და თითქოს ამის შემდეგო ის შეწყვეტს არსებობასო, ვიღაცები ხუმრობდნენ. დაბრუნდა მიხეილ საგარელი. და როცა ღმერთს გააგდებ, აუცილებლად შემოვა ფროიდისტული კომპენსაციის პრინციპით ცრუწმენა, რწმენის მაგრად ცრუწმენა და მიხეილ საგარელი. ეს სპეციფიურია. მოიცვა ყველა შერე, უკვე პოლიტიკური მჭყიბაობაც შემოვიდა. ასტროლოგია, ხო? აი 1959 წელს მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მოაზროვნემ, კარგ მწერალმა, მაგრამ უფრო დიდმა მოაზროვნემ ერნსტ იუნგერმა დაწერა ესეთი წიგნი, 59 წელს გამოვიდა Under Zeitmauer დროის კედელთან. ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ დროის კედელთან. ანუ დროს აქ რაღაც აი ზღვარი, როდესაც ჩვენ ხედავ იმას, რომ აი არა მარტო პრეისტორია არსებობს, არამედ არსებობს რაღაცა პოსტისტორიის უკვე ნიშნები. და რითი იწყება ეს წიგნი, სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი პირველი, ვინც შეამჩნია ეს ჰოროსკოპები და ასტროლოგიის მოbrunება იყო იუნგერი, რომელსაც დაინახა, რომ უცებ აი ამ მედიაში, მედიალურ რაციონალურ, ეგრეთ წოდებულ მედიალურ სივრცეში გამოჩნდა ასტროლოგია და ჰოროსკოპები. ის მაშინ ახალი ხილი იყო, დღეს ახლა ლამის ყველგან ეს არის, ხო? როგორც ამინდის პროგნოზი, ისე არის ასტროლოგიური პროგნოზი, ხო? აი ადგილი, რომელიც ვითომ დაკარგა ღმერთმა პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და იქ შემოიჭრა აი ღრიჭოში შემოიჭრა ასტროლოგია როგორც მითოსის თუ შეიძლება ასე ითქვას ძახილი. აი ამავდროულად მე ესე ვიტყოდი, რომ ჩვენი დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი ახლა ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, თუ რამე გლობალურია, რასაც არავინ არ ველოდი და ღმერთთან ერთად გაძევებული იყო პოლიტიკური ენიდან, დისკურსიდან და ყველაფრიდან ომი. უფრო მეცაც ვიტყვი, რომ ომის სუბიექტები, ну, ვთქვათ, იურიდიული სუბიექტები, ხო? უკრაინა და რუსეთი. ისინიც კი ამას ომს არ არქმევენ. რუსეთი არქმევს ამას SVO-ს, ანუ სპეციალური საომარი ოპერაცია ქართულად, ხოლო უკრაინა დღემდე არ აღიარებს, რომ ესე იგი საომარი მდგომარეობა გამოცხადებულია, მაგრამ იურიდიულად ომს სახელი არ აქვს დარქმეული, რომ ეს არის. ნუ ეგ ახალი არა, იმიტომ შეეროიცოდე მეორე მსოფლიო ომსაც, მეორე მსოფლიო ომი ეწოდა 1945 წლის ოქტომბერში, რომ მორჩა მას. არა, ოფიციალური ტერმინი, თორემ სხვადასხვა საომარი არ გვინდა მეორე მსოფლიო, აი ნახეთ, ნატოს ოპერაცია სერბეთში. მაშინ მოიფიქრეს. არაფერი ომი, მოწყალე ანგელოზია. არავინ აღარ არქმევს ამ ომს. არა, მაგას ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ამას თავისი მაგას ამბობ. კარგით, მოდით ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხი. არა, ის გავაგზავნოთ და რაღაც მომენტამდე ლოგიკურად დავამტვროთ, ძალიან ცოტა ხანი არის საჭირო. იცი რა, სახელს არქმევ თუ არ არქმევ, რეალობა არსებობს. ერთი ქართული გამოთქმა როა, თუ გინდა ჭიჭიკო დაუძახეო, მაგრამ რეალობა არსებობს. რეალობა არის რა, რომ ეს ომი არსებობს, ომი მიდის და თავარი მომენტი რა არის, რაც უფრო
სწორად რაც უფრო ადრე ჩვენ მაინც ცალკე აღებული ვაკა გურამი ზაზა და ასე შემდეგ დავარქმევთ თავის სახელს სახელდება თავისთავად უკვე არის პრობლემის ნახევრად გადაჭრა ამიტომაც არ ვარქმევ იმიტომ რომ არ გვინდა დანახვა იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას ისე ვამბობთ დავინახავთ რომ ომი არსად არ წასულა და ომიდან მშვიდობა რომ ეს არის არა მხოლოდ ტოლსტოის გენიალური რომანის სახელი არამედ ორი სერიოზული ექსისტენციალური მდგომარეობა რომლებიც როგორც იანი ინი და იანი არს დასაბამიდან ცვლიან ერთმანეთს აი ეს ამას თუ კარგად გავიაზრებთ და ჰერაკლიტეს ცნობილი გამონათქვამი რომ ომი არის პატერ პანტონ ყველაფრის მამა ბასილეუს პატერ მამა და მეუფე ყველაფრის ის ადგენს ვინ არის თავისუფალი ვინ არის მონა ვინ არის ღმერთი ვინ არის ადამიანი ვინ არის მჭვრეტელი ვინ არის ბრმა აი მეტაფიზიკური თვალსაზრისით და სწორედ ეს არის ომი რომ დაინახო და განასხვაო მშვიდობისაგან არის საჭირო დანახვა მისი ნამდვილი ბუნების როგორ ხდება ერთი არასოდეს არ ხდება ცივილიზაციური ცვლილება ომის გარეშე ესე მოხდა ნეოლითის პერიოდში ესე მოხდა შემდეგ კლასიკ არქაიკიდან კლასიკურ საბერძნეთში რაც შედარებით უკეთესად იმაზე ვილაპარაკებ ასე მოხდა ზუსტად აი ტროას ომი მერე ალექსანდრე მაკედონელისა და რომაული ომები ახალი შემდეგ და ჩვენ დროს უკვე ვენის კონგრესი ვერსალი 1618 48 წელი 30-იანი წლიანი ომი რის შემდეგაც ევროპა ხდება ახალი ევროპა და ჩვენ აი ამ 400 წლის შემდეგ შევდივართ ზუსტად მსგავს ფაზაში კი ბატონო ამ თემებს აუცილებლად გავაგზავნებთ უბრალოდ მინდა ისე დაუბრუნდი ამას ნახე ესე იგი ზაზე ამბობს რომ პრინციპში ამას დიდ მნიშვნელობას არ უნდა ვანიჭებდეთ რაშიც პრინციპში ვეთანხმდები მაგრამ იცით რა არის იყო უკვე ირიბი ნიშანი აღიარებისა კრიპტოფაშისტებისგან ანუ ბჭყალებში როდესაც ორბანი ჩამოვიდა საქართველოში ეს მოხდა მეორე დღეს როდესაც პრობლემები გამოჩნდა ანუ ოპოზიციამ დაიწყო ეს თავისი შეგვიძლია ორბანს რომ მიუვარდნენ კი ორბანს რომ და არ არის შემთხვევითი რომ ორბანს მიუვარდნენ და ისიც არ უნდა გავიწყდებოდეს რომ ორბანი დღეს პრაქტიკულად ტრამპის ემისარია ევროპაში ევროკავშირში და უნგრეთი მიუხედავად იმისა რომ ის არ არის დიდი ქვეყანა მაგრამ ნუ იმპერიულ ტრადიციები გააჩნია. კლასიკური ძველი ტერმინოლოგია არ გამოიყენოთ ორბანი არის ტრამპის თვალი. კი ბატონო. ეს უკვე ქურდულ ტრადიციებში არ გვინდა. ესე გადავიდეთ მეტაფიზიკა და კულტურის სამყარო. მოკლედ მხოლოდ შათირიშვილთან შეიძლება რაღაცები დაკავშირება. მითხარი გურამ, შენ როგორ ფიქრობ ესე იგი რა ნიშანი შეიძლება იყოს და როდის? და რას ნიშნავს ეს საქართველოს? აღიარება. ანუ სახლის დარქმევა იგულისხმება. იცი რა არის? თავარი პირველ რიგში რაც ჩვენთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა როცნებამ ჩაატარა კამპანია, რომელიც იყო აფუძნებული მთლიანად დეзинფორმაციაზე, ის რაცაც შენ წაიკითხე ხა ტრამპის ტვიტები, თან ეს ყველაფერი როგორც რუსები იტყვიან, არის მხოლოდ ყვავილები. ანუ ყველაფერი დაიწყება რეალურად, შეიძენს ხორცს, მიიღებს ფორმას, მას შემდეგ რაც ის შეუდგება. შევა უვალურ კაბინეტში მეორე ჯერზე, ხო? ხომ ნახავთ ეს რა. მაგალითად ეს არის ხო, შვილის ტვიტები, მისი ტვიტები, კანადა გუბერნია, პანამის აფსულგუნებ, გრენლანდიას ყიდულობ. ეს გავიგეთ, ეს შეიძლება ჯერ გატარდეს რაღაცა ერთგვარ პოლიტიკურ ხუმრობაში. პანამა ჩვენ ვართ ყველაო. მაგრამ ჩვენ მაგრამ აქ უკვე ამ განწყობაში ჩანს, რომ ის საკითხები ქალი-ქალია, კაცი-კაცია, მხოლოდ ორი სქესი არსებობს, რომ აღმოჩნდა, რომ ეს საკითხები ანუ მან პრაქტიკულად მოახდინა ამ თემების ისე თქვა ლეგიტიმიზაცია. ანუ მან თქვა, რომ ეს პრობლემები რეალურია. რომ ჩუმად თანდათანობით ქვეშიდან იქ რაღაც ალჩოებზე ექსპერიანი დროშის აღმართვით ასე შემდეგ, ეს აი ეს ეგზისტენცია, რასაც ზაზა აღწერდა, რომ თავარია სახელი სწორად დაარქვა თორემ და სახელს ხად რაღაცებსაც არ ვარქმევთ, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ამ შემთხვევაში ის სახელი კონდეს, იმიტომ რომ სახელდება არის დღეს თავარი საკითხი. რეალურად მთელი კონფლიქტები ჩვენ საზოგადოებაში ყველგან მხოლოდ ერთადერთი რამის გამო არსებობს. უმთავრესი საკითხის გამო. ვერ ვთანხმდებით ტერმინებზე და სახელებზე. საკმარისია ნებისმიერი კონფლიქტური მხარე შეთანხმდეს, რომ აი თეთრს ქვია თეთრი,
უკვე იწყება პრობლემის, უკვე აღიარებულიც არის პრობლემა და იქ გადადგმულია ნაბიჯები მის მოგვარებისკენ. ეს სწორედ ამიტომაც არ ხდება. აი ეხლაც კი ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას ქუჩაში, სრულიად სხვადასხვა ტერმინებშიც კი აღწერთ რეალობას. აი ყველაფერს სხვადასხვა სახელი ქვია და ამიტომ გახსენდება ის დიდი ლიტერატურული შედევრები, სადაც სწორედ ამ პრობლემატიკაზეა ლაპარაკი. ამიტომ ტრამპმა მთავარი რევოლუცია მოახდინა იმისთვის, რომ ის რაც მიიჩნეოდა მარგინალურ დისკურსად, ის რაც ითვლებოდა, რომ ეს არის დეзинფორმაცია და ეს დღის წესრიგში არ დგას, ეს შემოიტანა დღის წესრიგში და ეს დღის წესრიგი მართლა დეзинფორმაცია რო იყოს გაამაგრა იმითი რომ ამერიკამ სოფლიოს სუპერ ძალა დღეს ამბობს რომ კი ბატონო ეს არის პრობლემა რა და როდესაც ამ დონეზე ხდება მისი რაღაცნაირად პროექცირება მორჩა ის იწყებს უკვე შესაბამისად მოქმედებას აქედან გამომდინარე ეს სიტუაცია უკვე ამ ხრივ ძალიან მარტივია მართალია მე ვეთანხმები ზაზას და ჩვენ ადრეც გვილაპარაკია და 2012 წელსაც ზუსტად იგივე პროცესი იყო ჩვენთან გათამაშდა მოვლენები რომლებიც შემდეგ აისახა 2016 წელს ტრამპის კამპანიაში და თავის დროზე წლების წინ ჩვენ ამაზე ეთერშიც და სხვაგანაც გვილაპარაკია ეხლაც გარკვეულწილად იგივე მოხდა ანუ ქართულმა ოცნებამ და მისმა ეს თქვა საპატიო თავმჯდომარემ გამოიცნო ესე თქვა ის მოდური სიტყვა ტრენდი საიტკენაც მიდიოდა მსოფლიო ისევე როგორც ის ახერხებს გამოიცნოს ის სულები რომლებიც საერთოდ აღარ არის ლაპარაკი არანაირი რაღაცა ისტორიული გაგებით რაღაცა მორალურ პრინციპებზე და პოლიტიკა სრულიად სხვა ტიპის მოძღვრება და დარგია მან და გამოიცნოს სულები რომელიც არის მომგებიანი რომელიც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ამ გაგებით და მე ომზე გამახსენდა რა თქმა უნდა ზაზა იძახის რომ დიდ ზურებს ყოველთვის წინ ომი უძღვის ჩვენთვის ესეთი უდიდესი და ყველაზე ხა ომის მეტი რა ყოფილა საქართველოს ისტორიაში მაგრამ ყველაზე მტკივნეული რომელმაც ჩვენთან ეპოქა შეცვალა ანუ პრაქტიკულად მთელი მონარქია დაასრულა ჩვენ აღმოჩნდით იმ იმპერიის გავლენის სფეროში და ფარგლებში რომლებშიც დღემდე ვართ რეალურად ხო ეს იყო კწანისის ბრძოლა ხო ანუ ეს იყო რაღაცა საბედისწერო ომი, რომელმაც სრულიად შეცვალა შემდეგ ჩვენი ბედი ყველაფერი. და დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ ერეკლე მეფის როლში, რომელიც ცდილობს, რომ თავიდან აერიდოს კწანისის ბრძოლა. და არ მოხდეს ეს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დრამატული ცვლილებების შემდეგ გამოწვევა, ისევე როგორც იქ ყველაფერი მოირღვა, გაჩანაგდა და მე რაღაც მეფე ყავდა და უკვე პროცესი წავიდა ისტორიის ჩარხმა უკვე წაიყვანა ჩვენს გარეშე, ჩვენ აღარ ვიყავით ისტორიის აქტორები. აქედან გამომდინარე ეს მართლაც აი რასაც ჩვენ ვაკვირდებით დღეს და რა თქმა უნდა აი ამ რაკურსით ამას არავინ არ უყურებს და დღეს ლაპარაკი მინდის რა დაწერა 77 წლის უბრალოდ სენატორმა რომლის ტექსტსაც რა უბრალოდ ნებისმიერი დაკვირვებული თვალი რო წაიკითხავს იქ მიხვდები რომ ეს როგორ ვის მიერ ამის იმას რა კალიგრაფიას ატყობ ვის მიერ არის დაწერილი და რომელსაც სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს ძალიან მოკლე, იმიტომ რომ როგორც კი შევა ტრამპი ოფიციალურად არა სენატორს არამედ ამ გამონადგენს. რა თქმა უნდა, რომელიც მე შორს ვარ იმას გარო ეხა საქართველოს იმხელა არო ეხა ტრამპი ყურადღებას მოგვაქცევს ანას შემდეგ. არა, უბრალოდ სოფლიოში დაიწყება პროცესები, რომელიც უბრალოდ იმ თავისი გადაწყვეტის ძალით ჩვენზე იქონიებს ზეგავლენას და ჩვენ აღმოჩნდებით რაღაც ერთგვარ ფარვატერში, რაც გარკვეულ საკითხებს ბუნებრივად დაალაგებს. თორემ, როგორც ახლა ჩვენ მქონდა დიდი წინასაარჩევნო კამპანია და რაღაცა ოდიოზური ამბები რომ მოდიოდა კასპიდან, მაგალითად, რომ კასპში ეს მოხდა, ან კასპში ის მოხდა, დაახლოებით ისეთივეა საქართველოს დღეს რაიმე წვლილი დიდ გლობალურ პოლიტიკაში. ცხადია, რომ იქ არსებობს უნგრეთი, იქ არსებობს სლოვაკეთი, რომელიც აი პუტინმა შეუთვალა, რომ მაგალითად სლოვაკეთი არის ისეთი ნეიტრალური ქვეყანა, სადაც შეიძლება ჩვენ ლაპარაკი გავმართოთ. ხო ხტებით, ანუ ეს ამხელა ძალების ჭიდილია იმისათვის, რომ უბრალოდ სოფლიოს გეოპოლიტიკა სრულიად ახალ მდგომარეობაში გადავიდეს. საქართველოს აქ არის ძალიან პატარა ამ კუთხით და ბუნებრივია, რომ ჩვენ უბრალოდ ველოდებით ამ გლობალურ ცვლილებებს, რაც ჩვენზე იქონიებს გავლენას. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით გავაგზავნოთ თემა. მართლაც ხდება ეს, ხდება არტიკულაცია. ეხლა არ არის შემთხვევითი, როდესაც მე აქცენტებ მაგალითად მასკს და მის დამოკიდებულებას, ხო, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მისამართით ევროპაში. აი მაგალითად ის რომ ნაიჯელ ფარაჯი დაუჭირა მხარი და დაფინანსებდა და ასევე ფარაჯის რეიტინგი მკვეთრად გაზრდილი სხვადასხვა ტენდენცია არის რომელსაც ვერ უარყოფ. ყველა ლიბერალურ პოლიტიკოს აქვს დაბალი რეიტინგი და მაღალი ანტირეიტინგი, მაგალითად მაკრონი, შოლცი და პირიქით. მე მარჯვენე ყაიდის არასისტემურ ოპოზიციას, როგორც არის ფარაჯი, როგორც არის იგივე რუმინეთის ჯორჯესკუ, რომელსაც მასკმა ასევე მიუძღვნა კომპლიმენტარული პოსტი, მათ აქვთ მაღალი რეიტინგები. ანუ ეს არის ტენდენცია, ეს არის ტრენდად ქცეული ტენდენცია და პირიქით ხდება მარგინალიზაცია უკვე ლიბერალური ბანაკის.
მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ყველა გულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს, ჩვენ არ შეიძლება უარყოთ ის, რომ ეს რბილად რო ვთქვათ, არის ძალზედ ექსცენტრიული ადამიანი. აი მაგალითად ის რაც გურამ ახსენა, ხო? ანუ პანამას თხოვს რომ დაუბრუნონ პანამის არხი. გრენლანდიას და დანიას არც ეკითხება, გრენლანდიას პირდაპირ ეუბნება ჩემო გრენლანდიას აგდებს. ხო, ნუ კანადაზე კი ეს ბულინგი კი არა, რა ქვია ამას, როდესაც ნუ ღიად ამცირებს ტრუდოს მაგალითად. არა, ნუ უბრალოდ უპრეცედენტოდ მე ეგეთი ამთან ამხელა ფიგურისგან არ გვს. ხო, ეს ნარატივის, ანუ ნახე სახელებს ყველაფერს რო თავისი სახელი უნდა დაერქვას, ეს კი და ეს კაცი არ ქმნებს ამ თავის სახელებს, ის პირდაპირ ამბობს. აი თქვენი აზრით, ეს არის კაცი, რომელიც 2016 წელს, როდესაც აირჩიეს პრეზიდენტად, ეს იყო ერთადერთი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც არ აწარმოებდა ომებს, ექსპანსიას არ აწარმოებდა, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ საკმაოდ აგრესიულ რიტორიკას. თქვენი აზრით, ამ რიტორიკამ აი ეს ქაოტური ვითარება, რაც მთელ მსოფლიოში ხდება, ეს ქაოსი, რომელიც რა თქმა უნდა ერთვის ამ პროცესს, რომელიც ახალი გეოპოლიტიკური რეალობის, მსოფლიოს გადანაწილებას და ასე შემდეგ. რამდენად ადეკვატურია და რამდენად შეუძლია ტრამპს პირიქით შეძინოს კიდე დამატებითი ტურბულენტობა ამ ზაზავ ცლად იტყვის მე ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ ეს არის ძალიან საგანგაშო მიდგომა იმიტომ რომ პრაქტიკულად ბევრ რაღაცას ახლა კი იძახი მაგრამ მე მირჩევნია რომ ეს ხალხი ოფისებში შევიდეს მოქმედება დაიწყოს და მე შევაფასოთ ვიდრე ახლა ოდიოზური ფიგურების მართლა ტვიტეების დონეზე გაკეთებული განცხადებები ტრამპი ოდიოზური ფიგურაა ანუ თავის ბუნებით რა თქმა უნდა მაგრამ მას მოუწია ის ზელენსკიც იყო მასხარა რჩება მაინც რაც უნდა პრეზიდენტი იყოს კი ხდება მისი განწმენდა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ის ამის იდენტობის ნაწილი რჩება. ამიტომ დამოკიდებულება რომ ამხელა მსოფლიოს ჟანდარმიში რაღაც მეტაური შეიცვალა დღეს შემოდის და მას ხდება არეული მსოფლიოს სადაც მიდის ომები, ახალი გადანაწილება და დიდი ქვეყნები იძახიან რომ ეს არის ჩემი გავლენის სფეროები, მათ შორის ჩინეთი იძახის რომ არა უშავს ახლა ჯერ ომი შეიძლება არ მინდა, მაგრამ 2050 წელს ტაივანი ჩემთან იქნება. ხო ხტები წარმოვიდგინე სად, მაგრამ თარიღია დაკიდებული. ეს მიდის ის პრაქტიკულად ის წესები რაც მას ველზე დახვდა, რომელიც თითქოს უნდა მოაგვაროს, შემოდის სივრცეში სადაც ზუსტად იგივე პრინციპები და წესებით ლაპარაკობს. ანუ უხეშად რომ თქვა, თუ კი რუსეთს შეუძლია წაიღოს უკრაინა. მაშინ მე რატო არ შემიძლია წავიღო რაც მიმაჩნია რომ ჩემი წვლილია შეტანილი. ყირიმი არის პანამის არხი, რაღაც დიდი ტერიტორია, რომელთან სამომავლოდ რო ოკეანე დადნება და ჩრდილოეთის გზების მნიშვნელობა ექნება უდიდესი რაღაცა კუნძულია. ხო, იქ გრენლანდია წავიღო მე და საერთოდ ამ კანადასაც შევიერთებ ისევე როგორც მას შუა აზია აქვს. ხო, რა თქმა უნდა, კანადა საკუთარი სახელმწიფოა. გესმის, ეს ნიშნავს პრაქტიკულად უკვე სერიოზული სიგნალია იმისათვის, რომ თუ კი შედგა ეს მოლაპარაკების მაგიდა ამაგიდას მიუჯდებიან ფიგურები, რომელთა ესეთი ტერმინი რო თქვა, ანუ მოწყობა გონების მაინდსეტი არის იდენტური. და შესაბამისად მათ არ გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა. და მაშინ ამას ლოგიკურად ამ კითხვით მოგვართავ შენ და გურამიც უპასუხებს. ვინ არიან, ანუ რა გამოიკვეთა ეს წელი ზამნიშნულოვანი იყო ამ თვალსაზრისით. ვინ იქნება ის ძირითადი აქტორი, ვინც გაინაწილებს მსოფლიოს გავლენის სფეროებზე? იქნება ეს რამდენიმე აქტორი და ვინ არიან ეს აქტორები? თითქოს და მარტივი კითხვა, მაგრამ ეხლა შენ ძალიან კარგი შეკითხვა დასვენ, თავარი არის აი ზუსტად ის რაც გამოიყენე ეს სიტყვა განაწილება. იცი რა, სანამ ამას ვიტყოდით და ნუ რაღაც წარმოდგენები გვაქვს და რა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რომ აქამდე მივიდა საქმე. იმიტომ რომ აი ხო ბევრი ამბობს და ზოგიერთ წინასწარმეტყველებს ტრიგერი რა იყო შენი აზრით? ზოგიერთ წინასწარმეტყველებს და კიდეც და ყველანი ვამბობდით უკვე პირველად ბიგრძენით ეგრეთ წოდებული ყირიმის ანექსიის იქაც იმიტომ არის ყირიმის მიერთება, არის ყირიმის ანექსია არის დავუშვათ როგორც ვამბობ სხვადასხვა ტერმინებია ხო? გაჩნია რომ რა ბაბლში ხარ. პოტსდამი და იალტა, ახალი იალტაზე უკვე ბევრი ლაპარაკობს. აი ტრამპი და პუტინი როდესაც შეხვდებიან ერთმანეთს, ეს იქნება ახალი იალტა.
და გახსოვთ ხო იქაც კი ჩერჩილი გაეროს თავარი პრინციპი ერთ-ერთი ხალხ აი ნახეთ ძალიან საინტერესოა ყოველთვის ერთად ვით გამორკვევა და საზღვრების უცვლელობა ხო როგორ არის საბჭოთა კავშირის დაშლის შემთხვევაში ძალიან კარგად მოხდა ყველაფერი კარგად ესე კი ხო ომები და კონფლიქტები იყო ხო მაგრამ უარესი შეიძლება მაგრამ უარესი შეიძლება ყოფილიყო ეს საზღვრებზე მოხდა ეს ყველაფერი მოკლედ ერებიც გამოერკვნენ თვით გერმანულად აი თუ გადავიდანე ხო და თან საზღვრებიც რაღაცნაირად იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა მოახდინა ეგ თავის სხეულში კი ბატონო ხო სტალინური მოდელი ეგრეთ წოდებული ხო თუმცა ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი რეალურად ლენინური მოდელი იყო კი მაგრამ სტალინმა მე მიიღო უბრალოდ ეს დათანხმდა თავისი აზრი შეიცვალა აზრი მაგრამ ეხლა მთავარი მომენტი რა არის მეგობრებო მთავარი მომენტი არის ისე არსებობს ექსტენციალური ძალები რომლებიც მუშაობენ საუკუნეების მანძილზე მუშაობენ კლაუზევიცი აღმოჩნდა უკვდავი ჰერაკლიტეც აღმოჩნდა უკვდავი პოსტმოდერნი დამთავრდა ხო ღმერთი მოკვდა ნიჩე მოკვდა ღმერთი აი დაახლოებით ეგ რამე გამოვიდა ანუ საზღვრების უცვლელობა ეს არის მხოლოდ გარკვეული პარადიგმის შიგნით ჩვენ თვალწინ დაიძრა საზღვრები და ამას ქვია ფრონტირი დაიძრა როგორც ტყე დაიძრება აი როგორც ბერნამის ტყე დაიძრა ზუსტად აი ჩვენ ვართ ამ რეალობაში და აი ლომჯარიას დავესესხები რომელსაც ახსენა შესაძლებლობის პანჯარა რაღაც აზრით მართალია რომელი ლომჯარიას კლასიკოს ლომჯარია ენჯელ შნიცელ ლომჯარია მაგ კლასიკი ეგ ხო ჟანრია ორი რა არის ფრონტირი დაიძრა და როცა ომი რა არის ომი არის შესაძლებლობა რა თქმა უნდა მაგრამ ომი არის შესაძლებლობა სხვადასხვანაირი ვიღაცისთვის ეს არის გოლანის სიმაღლეების მოპოვების ვიღაცისთვის სომხეთის დამარცხების ვიღაცისთვის ქურთისტანის შექმნა და ვიღაცისთვის მარცხი მეორე მხარეს რა თქმა უნდა ვიღაცის მარცხი ვიღაცის გამარჯვება და ვიღაცის გამარჯვება ვიღაცის მარცხია ხო ისე როგორც ჩვენ აბსოლუტურად ამბობ რა თქმა უნდა ტრამპის კრიმინაში ეს არის ანუ ყირიმი ტრამპის ყირიმი ეს არის გრენლანდია პანამა და ისა რა ქვია კანადა რა თქმა უნდა მექსიკის მაგრამ ყველა მარცხშიც არის გამარჯვება რა თქმა უნდა თავისუფლდება ერთგვარი ტოქსიკური აქტივობისგან აი სააკაშვილი გათავისუფლდა თავის სრულ რეიტინგს აი სეისმოლოგიური ისინი რო გვაქვს სწორია პირველად სხვა შორის შეიძლება უფრო ადრეც იყო მაგრამ პირველი სადაც მე შემხვდა ეს გეოლოგიური მეტაფორა გეოლოგიური ზუსტად როდესაც აი ხდება ქანები ტექტონიკური ეს არის ბალზაკთან ბალზაკის გენიალურ წიგნში რომელსაც ეწოდება რა ქვია მამა გორიო ზუსტად აი აქ მადამ ვოკეს პანსიონი სადაც არის აი პირველად ხდება რა აი სოციოლექტების გათამაშება რომ არსებობს არა უბრალოდ დისკურსი სოციოლექტები და არსებობს ერთი ადამიანი რომელიც არის იდეალური მიმეზისის რომელიც აღმოჩნდება ქურდი ვოტრანი მე სხვაგან ეს არის იდეალური ისევ ქურდი ვახსენეთ შენი ინტენცია ქურდული სამყარო იმათ არის საერთო და უყურე რა ხდება და იქ ბალზაკი იყენებს ამ გენიალურ ტექტონიკური ცვლილება ანუ ბალზაკი თვითონ იყო რეაქციონერი მონარქისტი კათოლიკე მაგრამ სწორედ მან დაინახა აი ეს სოციოლოგიური ცვლილება და სოციალური ცვლილება სოციოლოგიის ენაზე აღწერა ტექტონიკური მეტაფორა გამოიყენა მე აბსოლუტურად მესმის იმიტომ რომ მე მეორეჯერ გადავიკითხე ბალზაკი იყო მიშას პერიოდი აქ კონებებს რო იტაცებდნენ და თბილისს რომ ნუსინგენები ესე იქცევიან ნახევარი პარიზი გადაწვეს და დეველოპერები იყვნენ და ამას რო კითხულობდი უცებ რა გამახპირულად რომ წავიკითხე ხო არაფერი არ მისმოდა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის სხვა რეალობა იყო მეორეჯერ რომ წავიკითხე დავინახე ბალზაკმა გამაგებინა მიშას თბილისი და მაშინ მე მივხვდი მარქსი რომელიც ჩემზე ბევრად გენიალური ადამიანი იყო რას ამბობდა რომ ბალზაკისგან გავიგე ბევრად მეტი მაშინ რა ქვია პოლიტიკურ ეკონომიკაში ვინემ რიკარდოსა და ადამ სმითისაგან და ეხლა წარმოიდგინე მე თუ ეს გავიგე მარქსმა რა გაიგო რა ანუ ფრონტირი დაიძრა მოხდა ტექტონიკური და რაღაც მომენტში რა თქმა უნდა ლავა galvდება გაცივდება და არ ვიცით ეს ქანები სხვანაირად ჩაჯდება და 300-400 წელი ბალანსი აღდგება 300-400 წელი მერე იქნება გაქვავებული ან მეტნაკლებად მოდი ესე ვთქვათ მაგრამ ეხლა უბრალოდ შიდა ცვლილებები კი ახდება აი
ახალი მატერიკები იბადება, აი გონდვანის ახალი მიწა ატლანტისი, რომელიც პლატონს ახსოვდა რომ ჩაიძირა, აი ეს ატლანტისი ამოდის და ხდება მართლაც აი სამი ფუნდამენტური ცვლილება. პირველი ეს ლიბერალური პარადიგმა მთავრდება, მეორე ევროპული კულტურა და მესამე იცვლება ცივილიზაციური ვექტორი გადადის დასავლეთიდან აღმოსავლეთში. კი ბატონო, რა კი შენ აპოკალიფტური ისაა. ორი აპოკალიფტური. ახალი სამყარო იბადება. აპოკალიფსი ნიშნავს რა? ძველის განახლება რაღაც და იმედი ხურა მიცე. აპოკალიფსი რა? ვესტერნეს აპოკალიფსი ნიშნავს ახალი ზეცა, ახალი მიწა. უღონ ტრანსცენდენტური. არა, აქ ხდება, აი უყურე, ერთი მხრივ თავდება 200 წლიანი ლიბერალური ციკლი, ფრანგული რევოლუციის შემდეგ რა წარმოიშვა, 500 წლიანი აი ეს ციკლი, რომელიც იწყება დასავლეთზე, როცა გადადის, აი 30 წლიანი ომი რატო არის მნიშვნელოვანი, რომ კოლონიალიზმი მე აქედან, აი ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება და დასავლეთი ხდება ჰეგემონი მთელი მსოფლიოს. ესე იგი, როგორც ჰუნები აღმოჩნდნენ რომში, ხა უნგრეთი აღმოჩნდა ბრუსელში. კარგით, ვაგრძელებთ. კი ბატონო, მოდით, აქ ევროპას შეეხეთ ასე აქტიურად ისინავთ ამას და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს აქტორი კულტურულად, გეოპოლიტიკურად მართლა წარმოადგენდა ჰეგემონს. ნუ განსაკუთრებით მე-20 საუკუნის და ჩვენთვის საბჭოთა თაობისთვის ეს არის ძალიან ძვირფასი რაღაცა ადვილად ვერ შეველევით. და რა მინდა ამასთან დაკავშირებით კითხოთ. აი ნახეთ, სხვათაშორის წელს ჩვენ სამი პერფორმანსი ვიხილეთ, ანუ ორი. ერთი არის ევროვიზია და მეორე გახსნა და დახურვა ამ ოლიმპიადის. ხო, მე არ დავიწყებ სპეკულაციებს. ოლიმპიადაზე იმდენი ლაპარაკი. მე არ დავიწყებ სპეკულაციებს იქ სატანისთან დაკავშირებით, მაგრამ ის ინტერტექსტუალურობა ჩანდა, რომ ბიბლიასთან იყო, ანუ იქ მხედრები დამამთავრებინე კითხვა ოღონდ. ესე იგი, აპოკალიფსის მხედრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად, ეკონომიკურად, კულტურულად ეს არის დეკადენსი ევროპის. ეხლა კიდევ ერთხელ ვიტყვი გამეორება ცოდვის დედა, რომ ევროპა ბუნებრივად კარგავს კონკურენტუნარიანობას, ვინაიდან გაზი, ნავთობი, ელექტროენერგია 60-70% ნავთობის და გაზის შემთხვევაში 200-300% უფრო ძვირია ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამდენად ეკონომიკური პერსპექტივა აი ამ აქტორის არის, ნუ სავალალო. იგივე ხდება, ესე იგი კულტურის და ნუ მით უფრო ეხლა ღირებულებით სისტემას თქვენ ისაუბრეთ. ამის და მიუხედავად არ მჯერა, რომ ევროპას შეიძლება ეწიოს ის ბედი, რაზეც აი ეს უელბეკი დავის მორჩილებაში უწინასწარმეტყველა. არა და დღეს უკვე მუსულმანური მოსახლეობა არის 15% დემოგრაფიით ევროპიდან, დაახლოებით 15 წელიწადში ეს რიცხვი გახდება ამ დემოგრაფიული დინამიკის გათვალისწინებით დაახლოებით 30%-მდე და შეიძლება ერთ ჩვენიერ დღეს მართლაც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მოვიდეს ხელისუფლებაში თეოდორისი. რა ელის, აი ამდენად აპოკალიფტიკურია ევროპის თეოდორიხი არ მიხსენებია თქვენ უბრალოდ. თეოდორიხი გერმანელი ბარბაროსი, რომელიც გახდა რომის იმპერატორი. მესამეჯერ ხდება ეს ევროპის ტერიტორიაზე. ამ გეოგრაფიული ერთიანობის გამო ჩვენ გვაქვს ევროპული კულტურის ერთიანობის და უწყვეტობის მითი. სინამდვილეში ეს არ არის. პირველად ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მოვიდნენ ინდოევროპელები, არიელები ან ბერძნები შემოიჭრნენ, როდესაც ეს დიდი კი, როდესაც მანამ მეორეჯერ მოხდა ის ზუსტად აი ზუსტად ეს პერიოდი თეოდორიხიდან მეცხრე და 300 წელი რომელსაც და მესამეჯერ ეხლა ხდება და სამივეჯერ ხდება ერთნაირად. ერთნაირად ანუ დემოგრაფიულად ხდება სხვანაირი მექანიზმი არ არსებობს. პირველი სამყარო იმარჯვებს ეკონომიკურად, მაგრამ მესამე სამყარო პირველს ყოველთვის ამარცხებს დემოგრაფიულად. სხვათა შორის რომის იმპერიაშიც ბოლოს იგივე პრობლემები იყო. რა პრობლემები? ასევე გამრავლების, ასევე აბორტების და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ საკეისრო მოგხსენება საიდან მოდის ეს ტერმინი, არა? ანუ იქაც უკვე იყო მთელი რიგი მოდელებისა, როგორ შეიძლება
შეჩერება გამრავლების და ასე შემდეგ რომის გვიან იმპერიაში, მაგრამ ისე მესამეჯერ ხდება დემოგრაფიულად შეცვლა. პირველი ისე მეორე ბარიერების შემოჭრა, მეორე აი ეს დიდი ხალხთა დიდი გადასახლება, მესამე რაც ეხლა ხდება და სამივეჯერ შეიცვალა მოდელი. ერთი იყო კლასიკურ საბერძნეთამდელი კულტურა, რომლის შემხედაც არსებობს მხოლოდ რაღაცა ბუნდოვანი ხსოვნა ბერძნულ კულტურაში და აქედან მსოფლიო წარღვნა, ეგეთი სოლონს ეუბნება ეგვიპტელი ქორუმი პლატონის ტიმაიოსში, რომ თქვენო ბერძნებსო ძალიან ხანმოკლე ჭაბუკები ხართო, ბავშვებიო, მეხსიერება არა გაქვთო საერთოდ ეს ბევრჯერ იყო წარღვნაო, მაგრამ თქვენო ეს მეხსიერება არა გაქვთო და ეგვიპტელებს რომელთაც აქვთ ეს მართლაც ჰქონდათ ფელახიზაციამდე ეს უწყვეტი კულტურა, მათგან არის დარჩენილი დღეს კოპტები, რომლებიც არიან იმ ძველი ეგვიპტის ნაშთი ძველი დიდებისა. მაგრამ ევროპის ტერიტორიაზე მართლაც ესე მესამეჯერ მოხდა, უბრალოდ მოხდა შემდეგი რაღაცა, რომ კათოლიკე ეკლესია შეინარჩუნა იდენტობა, სუბიექტობა და ამის გამო, როდესაც მან გაზარდა ახალი სხვა ხალხი, გერმანელი ბარბაროსებისგან კულტურული ხალხი, ცივილიზაცია, აი ამათ გაუჩნდათ აი ვითომ ერთიანობა ანტიკურ კულტურასა და ევროპულ კულტურაში. მაშინ სინამდვილეში მოხდა აბსოლუტური წყვეტა, უბრალოდ ეკლესიის იდენტობამ და მაგრამ ეკლესიის სუბიექტობა ერთია და მეორე არის ცივილიზაციური იდენტობის შენარჩუნება. ის ვიმეორებ, იმიტომ რომ ეკლესიაზე ნათქვამია, რომ ბჭენი ჯეჯუხეთისანი ვერ ერეოდიან მას, ანუ მეორე მოსვლამდე იქნება. არნოლდ ჯოზეფ ტოინბიმ, რომელმაც 1940-იან წლებში მნიშვნელოვანი არის 1959 წლამდე დაწერა მომცრო წიგნი, ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ცივილიზაცია ისტორიის სამჟავოს წინაშე. იქ იწინასარმეტყველა ჩინეთის აღზევება და იმ ვექტორის გადასვლა და კიდევ ერთი რამე იწინასარმეტყველა, რომ როდესაც და ზუსტად ესე იგი წიგნი დაიწერა 40-იან წლებში, ტოინბი გარდაიცვალა 72 წელს, ჩინეთის აღზევება დაიწყო დენ სიაოპინის მეორე პერიოდში. ნიქსონმა როდესაც დაიწყო. ხო, მაგრამ აი აღზევება რასაც ქვია ტენანმენის მერე. ხო, იქ შეთანხმება მოხდა 72 წელს. ტოინბი უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო, არ მაშინ გარდაიცვალა, რა ეს შედეგი. დღეს ვნახეთ ეს ყველაფერი ვექტორის გადასვლა ჩინეთის კიდე ერთი მომენტი, რა თქმა უნდა, დადგება დრო, როცა დასავლური ცივილიზაცია აღარ იარსებებსო, მაგრამ ეკლესია გააგრძელებს არსებობასო. ანუ ეკლესია და აი რაღაცა მომენტში დასავლური იდენტობა და კათოლიციზმი ემთხვეოდა ერთმანეთს, დღეს უკვე აღარ ემთხვევა. აი ეს არის ეს აფრიკას შეუძლია გადაარჩინა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბენედიქტე მე-16 გარდაცვლილი წინა პაპი ამბობდა, რომ აფრიკა არის მომავლის კონტინენტი და სწორედ შემდეგი ცივილიზაცია იქნება აფრიკული ქრისტიანობა. და კათოლიციზმი აფრიკული. კი, ძალიან სერიოზული. ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი. რა თქმა უნდა, გამოსავალი კი არა, ამას უკვე ხედავთ, კარდინალების გარკვეული ნაწილი უკვე არის ზანგი, აფრიკელი, განელი მათ შორის, ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგი რობერტ სარა არის აფრიკელი, ბენედიქტეს მოწაფე სხვა შორის პაპობის ერთ-ერთ კანდიდატად, ესე ყოველს არის ამაზე ლაპარაკი ახლა ჯერ პაპი ფრანცისკია, მაგრამ ხო იცით არა, ყოველთვის უყვართ ამაზე ლაპარაკი. ხო და, მაგრამ ის თქმა მინდა, რომ აი ჯერ კიდე როდის 10 წლის უკაცრავად დაახლოებით 15 წლის წინ, 2006 წელს 19 წლის წინ, როდესაც ბენედიქტე რაცინგერი ჩადის და მან უწოდა აფრიკას უწოდა მომავლის კონტინენტი, სადაც ცოცხლობს და იზრდება ცოცხალი ქრისტიანობა. არ ჯერამი ამისი, მაგრამ კარგი. გურამ, მოკლედ, ჩვენ ვთქვით, რომ იქნება რამდენიმე გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც განსაზღვრავს მომავალ წესრიგს და მომავალ მსოფლიოს. ნუ თუ მათ შორის არ არის ევროპა, როგორც ერთიანი კონტინენტი. ნუ კონტინენტი ერთიანია, მაგრამ როგორც გეოპოლიტიკური ერთობა, იქ ანუ ბრექსიტმა აბსოლუტურად შეცვალა მოცემულობა ევროპაში. ხო, ანუ დამფუძნებელი მამა თვითონ განუდგა თავის ოჯახს. პრაქტიკულად ინგლისურენოვანი ქვეყანა არ დარჩა ინგლისში, მათ შორის საქართველოსთვის, სადაც ზოგადად ჩვენ ინგლისურად უყურებთ სამყაროს, რაღაცა რუსული სამყაროს მიღმა, ხო? და ძალიან აქედან გამომდინარე
დღეს ორი ძალა ჭარბობს, ეს არის გერმანია, საფრანგეთი. მათი მთავარი გამოწვევა არის რუსეთი, იმიტომ რომ ისინი ერთის მხრივ არიან საომარ მდგომარეობაში რუსეთთან და მეორე მხრივ დამოკიდებული არიან მის რესურსებზე, რომელსაც დღემდე იღებენ, დღემდე ვაჭრობენ. არა, ეგ სიტყვით თორე, ხა იქ ვაჭრობა კვლავ მიმდინარეობს. არა, შემცირდა მნიშვნელოვნად 13 წლის განმავლობაში დრამატულად არის შეცვლილი. მაგრამ რაც თავარია, თითოეულ ამ ქვეყანას აქვს თავისი გამოცდილება, იმპერიული. თავისი გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობის და ეგერ ცოტა ხნის წინ ლაურმა თქვა, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვეუბნებია, რომ უკრაინის გარეშე არ მოხდება უკრაინის ლაპარაკი, მაგრამ მეორეს მხრივ სხვადასხვა არხებით გვეუბნებიან, რომ აბა იქნებ დავილაპარაკოთ. ამიტომ მე მაინც უკრაინის გარეშე ეს არის ცივილიზაციის იმდენად აკვანი კონტინენტი, რომ იმის წარმოდგენა, რომ ეხლა ეს რაღაცა ისეთი საოცრება მოხდება და ეს ლიანად გაქრება და თავისი როლი არ დარჩება, ალბათ ძნელია, თუმცა რა თქმა უნდა არის გარკვეული რაღაც ჩავარდნის პერიოდი, ხო? და ეს ესე ეხლა, როცა რომის იმპერია ინგრეოდა, მაშინაც იგივე იყო რაღაც ასლიანი ომიც იყო, შაუბნელი საუკუნეებიც იყო და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა გრძელვადიან მომავალში მოახერხებს იქაურობა რაღაც ისევ გადატვირთვას, გრძელვადიანი მონაკვეთი ეს რამდენია? მაგრამ სავარაუდოდ დიდი ხანია, იმიტომ რომ ფაქტია რომ ჩვენ ხედავთ ძალიან ძლავ, არა, ძალიან მარტივია, ჩვენ ხედავთ ძალიან ძლავ ჰომოგენურ იმპერიებს, რომლებსაც გააჩნიათ ზომა ძალიან დიდი, ეკონომიკა ჰომოგენური იმპერია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. არანაირად არ არის ჰომოგენური. ჩინეთიც არ არის ჰომოგენური. არა, რატო არ არის? ყველა ლაპარაკობს ერთ ენაზე. ქვეყნის მართლობა შესწავლილი. ფლორიდაში და კალიფორნიაში, მექსიკოში უბრალესობა ლაპარაკობს ესპანურად. მაგას მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ ისინი ელაპარაკებიან საერთაშორისო მათიციან ის ინგლისურიც, ქვეყანა თავის მართლობა, ანუ რომელსაც გააჩნია თავისი ლინგვა ფრანკა და იმ ენით ის ახერხებს ერთობის შენარჩუნებასაც, გადასახადების აკრეფასაც და ამის თავისი პოლიტიკის წარმასასამართლოს მიმართვასაც ეს საკმარისია. რომ შეინარჩუნოს აი ეს ერთიანობა. ანუ რომის იმპერია ძალიან არაჰომოგენური იყო, მაგრამ იმ გაგებით იმპერია არასოდეს არ არის ჰომოგენური. ხო, იმპერიას გააჩნია თავის საზღვრები, სადაც ის ადმინისტრაციას ეფექტურად ახორციელებს და მას შეუძლია პოლიტიკის ეგრე რუსეთის იმპერია შეხედი, აბა. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რაზეც უნდა. მაგრამ ჰომოგენურობა არა ეთნიკურობის თვალსაზრისით, არამედ ორგანიზების და მართვის თვალსაზრისით. და ამ მხრივ სი ძინპინის ჩინეთი, იგივე ინდოეთი, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი არის ძალიან სერიოზული ქვეყნები. მთელი ევროპის პრობლემა არის ის, რომ ევროპა ვერ გახდა ეს 500 მილიონიანი კონტინენტი. თავისი ბუნებრივი წინააღმდეგობის გამო ვერ ხდება ამ გაგებით ჰომოგენური, ხვდები? იმიტომ რომ იქ არის ის თავის ტოქსიკური ისტორია ყველას მოსდევს, იდენტობაზე ვერ ამობ და ვერ ვიღებთ ჩვენ ევროპის შეერთებულ შტატებს. როგორც ჩვენ მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატები, იქაც 50 შტატია. როგორც ჩვენ მივიღეთ საბჭოთა კავშირი, ევროკავშირი ვერ ხდება ესეთ, იმიტომ რომ მაშინ იქ უნდა ერთიანი მმართველობა, ერთიანი ჯარადი და რაღაცა ერთი ენა. და ამ შემთხვევაში რა ბედი ელის ევროპას? თუ კი ევროპა ვერ ხდება გეოპოლიტიკურ აქტორად, ხდება დიდ ცივილიზაციებს შორის. ვის შორის ხდება ბუფერი? დასავლეთსა და რუსეთს შორის. რეგიონალიზაცია, ანუ გამორიცხავთ იმას, რომ მაგალითად ეხლა გერმანია როგორი ჩავარდნილი არ უნდა იყოს, ის გერმანია. საფრანგეთი რომ თავისი იმპერიალისტური თავისი სოფლიო წესრიგზე რომ მოახდინოს გავლენა შეუძლებელი დავამთავრო. ანუ თქვენ გამორიცხავთ რას? გერმანისთვის ბუნებრივი იყო დაშლილი ყოფნა და რა ერთიანობა. ეს ძალიან ოპტიმისტურია გერმანელების სასიამოვნო მოსასმენი იქნება ალბათ, მაგრამ ამბიდან მიუხედავად გერმანია ინარჩუნებს თუ არა თავის გავლენის სფეროებს, შეიძლება სადოს თუ არა შენარჩუნება, იგივე ეხება საფრანგეთს და სხვა არ დაგავიწყდეთ, რომ ასევე გარკვეული არ არის შემთხვევითი, რომ ორბანი აღზევდა. ანუ ავსტრო-უნგრეთის უნგრო-ავსტრეთი. ანუ აქაც ძალიან ბევრი სცენარია. გამორიცხავთ ჩვენ გადავალთ ახლა პოლიტიკურ ასტროლოგიაში მსგავსი არა რა თქმა მაგას ასტროლოგია რესურსები სიახლოვე რა არის გერმანიის გავლენის ვაკა მართალი ხარ საფრანგეთს ბევრად მეტია კი მოდი ავილაპარაკოთ რა თქმა უნდა სომხეთის სახით და აფრიკული ქვეყნების ეს უკვე ჩანს ევროპაში და გურამს მინდა გამოეხმო რომ რა თქმა უნდა ცენტრისკენული და ცენტრიდანული ძალები ეს ევროპის ისტორია თუ ავიღოთ შარლემანიდან დაწყებული როცა შეიძლება ევროპაზე ლაპარაკი მე-19 საუკუნიდან დღემდე აი როგორი სიტუაციაა ხო აი რომ გადავხედოთ ამას
ცენტრის კენული ძალები ცენტრიდანული. აი, დავუშვათ, Holy Roman Empire, საღვთო რომის იმპერია იყო აი ამ ერთიანობისას. მერე დაიშალა, მერე ეხლა ევროკავშირი ასრულებს და რას ვხედავთ? აჩრდილები გაჩნდნენ. დავინახეთ, რას ვხედავთ? ავსტრია-უნგრეთი ხო ტყუილ არ გიხსენებია. იმპერატორი ვიქტორ I, უნგრო-ავსტრეთის იმპერატორი. ანუ რაღაც ეს ჩრდილები, იტალია, რომელიც ნახევარი იტალია შედიოდა ავსტრია-უნგრეთში, ხო? მილანის შედიოდა. აქედან გამომდინარე რაღაცები იკვეთება. ევროპაში იწყებს მოქმედებას ცენტრიდანული ძალები, ხო? აი ამას ვხედავთ, რა იქნება? ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ის რომ აი შენმა აბსოლუტურად მართალი ხარ იმაში, რომ ბრიტანეთმა ითამაშა აი როგორც ამერიკა ამბობს, აი რუსეთი რო გამოსულიყო საბჭოთა კავშირიდან. ანუ ბრიტანეთი გამოვიდა ევროკავშირიდან, შევიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრაქტიკულად. ფაქტობრივად რა მოხდა, რომ აი ისე როგორც დღეს ტრამპი ამბობს, რომ ნატოდან გამოვალო თუ არ გადაიხადესო, ხო? 8% გადაიხადონ. 5% არ გადაიხადონ. უკვე 8% თქვა. ანუ დაშლა უნდა ნატოს 8%-ს ვერ გადაიხადოს. ეს არ იქნება ნატოს დაშლა არ მოშლა, ეს იქნება სწორედ გადატვირთვა. მაგრამ აი გეოპოლიტიკურად რო შეხედო რომ აიღოს ამერიკის შეერთებული შტატები, აი ეს რაღაცა პოლუსი ერთი, ხო? მას აქვს ანუ უკიდურესად აღმოსავლური ქვეყანა იაპონია არის ამავე დროს ამერიკისთვის დასავლური ქვეყანა ჩვეულებრივი და თავის ცივილიზაციურად გახდა დასავლური. ანუ ერთ მხარეს ყავს მას იაპონია და მეორეს მხრივ ასეთივე იაპონია მან მიიღო თავისი მშობლისგან მშობელი აქცია აი ამ თავის ეს თქვა ჩვენად ეს არის ბრიტანეთი, ხო? და ამიტომაც ვიღებთ ამ ანგლო-საქსონურ ერთობას. მაგრამ საფრანგეთი და გერმანია ეს უკვე თავისი წონით, თავისი ისტორიით, გამოცდილებით არიან იმგვარი ესე ვთქვათ რაღაცა ორი თანზომადი სხეული რომ მაშინ რაღაცა ამდენი ხნის განმავლობაში ევროკავშირი უნდა გარდაქმნილიყო იმათ, რაზეც ვლაპარაკობთ, ხო ჩვენ ერთიან რაღაცა 500 მილიონიან მძლავრად კარგად ორგანიზებულ სუბიექტად, რაც ესე ვერ ხდება. მე რა გულისხმობ, ნახეთ, ესე იგი, ანგლო-საქსონების შრამებზე გაივლის ეს რასაც ქვია საზღვრები, პატარა უხილავი თუ ხილული ფრონტის ხაზები და ეს იქნება შემაკაველი, ეს იქნება ორ ზღვაშუა ორ ოკეანეს შორის არსებული საომარი ლელო. ის გადაჭრა და სახელად ეწოდება შეკავების და იმ განკვირთვის ძალები დიდი კარგი, უბრალოდ მე ისი თქმა მინდოდა, ესე იგი, ნუ ანგლო-საქსების არის გეოპოლიტიკაც არის გეოპოლიტიკა. როგორც მინდო, ველი. გეოპოლიტიკა არის შექმნილი ამათი და ეს იწერება ყოველ მეორე წიგნში, რომ დაუშვებელია რუსეთის და გერმანიის რაიმე ფორმით მჭიდრო კოოპერაცია, კოჰაბიტაცია, ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ეს ტანდემი იქნება შეუჩერებელი. ძალიან ბევრი ასპექტი. ამდენად ნებისმიერ გულამაც ახსენა ბუფერი, აი აქ შეიძლება ვიხილოთ ბუფერი და აი ამ ბუფერებთან დაკავშირებით, მოდით ჩვენს ქვეყანაზე ვილაპარაკოთ ახლა. აი ამ ტექტონიკური ცვლილებების დროს როდესაც ჩვენ აღმოჩნდით ესეთ ვითარებაში და ევროპელებიც, ნუ აი თანამედროვე ჯერ კიდევ ეს ელიტა არის შოკში, როდესაც წევრი ქვეყანა, კანდიდატი ქვეყანა პრაქტიკულად დემონსტრატიულად უარყოფს აი ეს ბრმა დიქტატს ევროკავშირის მხრიდან და აკეთებს განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ეთანხმება პარადიგმის შეცვლას და ელოდება ამ ძალების მოსვლას სხვადასხვა ქვეყნებში და მაგალითად იგივე ჩვენ ველოდებით ტრამპის ინაუგურაციას. საქართველოსთან მიმართებაში საფრთხეები როგორია თქვენი აზრით და როგორ შეიძლება ამ საფრთხეების აღმოფხვრა, პრევენციის განხორციელება დაიწყე გურამ? იცი რა, აი ხა ამ წუთას თავარი ახალი ამბავი არის ის, რომ როგორც იქნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ ხა ესე ვიძახით, რომ ხლა მიზიდულობის ცენტრია, შეძლო და ბიძინა ივანიშვილს დაუწესა სანქციები, ფინანსური სანქციები. როგორც იქნა, ეხლა 8 საათზე ცოტა ხნის წინ ეს მოახერხა. ეს არის ამ ადმინისტრაციის, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული, ეს არის ინფორმაცია, რომელიც არის სავარაუდოდ ეს ერთგვარი რაღაცა ბულინგი და ჯოლვისონის ტვიტები რაღაც გარკვეული ის იყო ერთგვარი თემის გახურება იმისათვის, რომ ერთგვარად ეს ლოგიკურად შეკრულიყო ეს მთელი რაღაცა სქემა, მაგრამ უკვე უხერხულიც კი იყო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამას არ აკეთებდნენ, იმიტომ რომ ეს უკვე მათ რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებდა. რადგანაც იმ ისე ვიძახი, რომ იმ
ერთგვარად იმ წრეში შესვლა, რასაც ეს ბოლო დროს ურთიერთობები იმყოფებოდა, სხვა გზას უბრალოდ არ ტოვებდა. ჩვენ ზუსტად იგივენაირად ხედავთ, აი უკრაინაში, აი ბაიდენი გამოჩნდა, ისე ვიძახის, რომ ჩვენ ისე უნდა მივაწოდოთ იარაღი. ანუ ერთის მხრივ მთელი მსოფლიო მედიაში ლაპარაკი არის იმ კონფიგურაციაზე, როგორ უნდა წარიმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და მეორე ხელით გრძელდება ზუსტად ის ძველი პოლიტიკა, რომელთაც ხდება ამ ეტაპზე უკვე მართლა უაზრო სიკვდილის დაფინანსება იქ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ვერნერი გარღვევა ვერ ხდება, ხო? და ამას აქვს, რა ვიცი, შეკავების აზრი თუ რა აზრი გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ აქ ხედავთ ლიდერებს, რომელთაც მსგავსი სცენარების განვითარება, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთში ჩვენც უკვე ამ გაგებით აღმოსავლეთში აღმოჩნდით, რომელთაც ეს ჰქონდათ გარკვეულწილად გათვლილი და წინასწარაც განმტანილი, იმიტომ რომ ოდესაც პირველად კითხეს თვითონ დაიწყო და ზაზას ეს კარგად ახსოვს ბიზნა ივანიშვილმა ლაპარაკი სანქციებზე და შემდეგ სადაც რომ კითხეს რომ კი მაგრამ თქვენ ხო არანაირი სანქცია არ აქვს დაწესებული. მე დე ფაქტო რეალურად ცხოვრობ სანქციების ქვეშ და მან ამის მაგალითები მოიყვანა კიდევაც, ხო? მაშინ მიხვდებით რომ ფორმალურად ეს არ იყო. ეხა ეს რაღაც ერთგვარი იურიდიული კაზუსია მოცემულობას დაეწია კიდეც, მაგრამ მან მოახერხა კონსოლიდაცია და გარკვეულწილად ჩვენება რაღაცა ელექტორალური უმრავლესობის სწორედ აი ამ პირობებში, რომ დღეს საკითხი დგას ქვეყნის გადარჩენას და იმ რაღაცა ერთგვარად მართლა აპოკალიფტურ რეალობას, რასაც აღწერთ, ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვნად ჩანს, რომ მშვიდობა დღეს არის როგორც ძალისხმევა და არა როგორც ჩვეულებრივი მოცემულობა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ მზე ყოველდღე თავის დამოდის, მაგრამ დღესაც წარმოვიდგინე, რომ მზის ამოსვლა იყოს ძალისხმევის შედეგი, ხო? და აქედან გამომდინარე აი ამ მოცემულობაში, როდესაც ყოველდღურად ამდენი რამ იცვლება, ჩვენ ნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა თქვა და გადაწყვიტა და ეს აქცია დღეს პოლიტიკის თავარ კუთხედად, რომ ჩვენ დღეს ამ ვითარებაში, სანამ და ეს პირდაპირ რიადაც იყო ნათქვამი საარჩევნო კამპანიისას, სანამ სოფლიო არ დამშვიდება, ჩვენ უნდა რაღაცნაირად გავძვრეთ, გადავრჩეთ და შესაბამისად მე არ მგონია, რომ თუნდაც რაღაცა პერსონალური სანქციები რაღაც მიმართულებით აი ამ პოლიტიკას შეაჩერებს ან სხვა რამეს ისევს. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ჩვენ ველოდებით, რაც არის ნამდვილად ვიცით გარდაუვალი, აქ არ არის ლაპარაკი საქართველოში. ვიღაცა დარეკავს, არ დარეკავს თუ ჩვენ საერთოდ გავახსენებით, ისევ ძალიან პატარა ამისთვის საქართველო. ჩვენ ველოდებით, როდის დაიწყება მსოფლიოში მიხვდება, რომ უკვე უაზრო ომია, ზიანდება ეკონომიკა, ზიანდება ურთიერთობები, შეიცვალნენ გარკვეულწილად აქტორები, თავარი და ველოდებით, როდის დაიწყება ეს პროცესი, რასაც თქვენ ეძახით, მე ახალ იალტას, ხო? შეიძლება ეს იყოს თეირანიც. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი დაიწყება. როდესაც ეს პროცესი დაიწყება, ეს ბუნებრივად იქონიებს ჩვენზე გავლენას და აქედან გამომდინარე, საქართველოში რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის როგორ თქვა, აი სხვათა შორის ის ფილმში რო გადაიღეს, ეხა გამოვიდა ზუსტად ომი დაიწყო უკრაინაში, ხო? ის ფილმი პირველ მსოფლიო ომზე, ძალიან ისეთი შთამბეჭდავი და სადაც ის ჩანს, რომ აი გამოცხადებული არის უკვე იარაღის დაყრა, როდის უნდა მოხდეს, გაჩერდეს უნდა ომი და მანამდე რამდენიმე საათით ადრე ერთ-ერთი ჯარი რო გადაწყვეტს, რომ მაინც კიდევ შეტევაზე გადავიდეს და რაღაც იღუპება ადამიანები. აი ეს მომენტი დგას ახლა რეალურად ზუსტად, როდესაც ხდება ის ბოლო ესკალაცია. ხო არის სიჩუმე ქარიშხალის წინ და ეს არის პირიქით. ქარიშხალის სიჩუმის წინ. კი ბატონო, ზაზა, ნახე პრინციპში მაშინ არ დაეთანხმო გურამს, განსაკუთრებით აინახე ეს ასპექტი ძალიან საინტერესოა. ბიძინა ივანიშვილი ცხადია ქართული ოცნებაც, მთელი აი ამ 2 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ ამისთვის. ამ 2 წლის განმავლობაში ინიციატივა სტრატეგიულიც იყო ოცნების მხრივ, ახდენდა პრევენციას, ახდენდა იქ აიძულებდა ფალს სტარტებისთვის ოპოზიციას და პრინციპში ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვისაც, ეხლა რასაც მიტყვი შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ვეხმიანები ამ თვალსაზრისით გურამს რომ დაეწესებინა სანქციები და მაშინ უკვე ნათელი იქნებოდა, რომ ივანიშვილი იყო მართალი. ანუ მორჩა, ეს ვეღარ გაგრძელდებოდა ასე და თამიმდევრული რომელიც გადადებული იყო და არ არის შემთხვევითი, რომ ბაიდენი ყველა ექსტრემისტულ გადაწყვეტილებას იღებს უბრალოდ ამ მონაკვეთში და რადგან კრიტიკის ქარცეცხლშია უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრებისგან, ეს იგივე ეხება უკრაინაში ერაღებას, იგივე კონფლიქტების გაღვივება სხვადასხვა და სანქციების დაწესება სხვადასხვა ქვეყნებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, შენი აზრით
რას უნდა ველოდოთ უკვე მომავალ 2025 წელს საქართველოში ბიძინა ივანიშვილისგან, ოცნებისგან და ჩვენი პარტნიორებისგან და ვინ არიან ეს პარტნიორები? აი ხა გურამი ვაპარაკობდა ცვლილებაზე, რაღაცა აი წარმოიდგინე გემი წარმოიდგინე დიდი კრეისერი, დიდი ტანკერი, რომელიც უნდა შემოტრიალდეს და ნელ-ნელა ტრიალდება. აი ეს ტრიალდება ეხლა ჩვენს თვალწინ პოლიტიკური ღერძი, მსოფლიოს პოლიტიკური ღერძი. ეს უკვე დაძრულია და ის რომ ჩვენ ესე ვხვდებით ამ სანქციებს, ხო? აი ესე დამოკიდებულებით რა, საკმაოდ ესეთი ცნობილი ანეკდოტი როა, ხო? შაჰმარო რამდენჯერმე აკრიბა გადასახადი და რაშვებიანო და ძალიან ხიარულება ხო და იცინიანო მაშინო შეწყვიტეთ. აი ჩვენ ესე რო ხვდებით აი ამ სანქციებს როგორც სადახარ კაცო აქამდე სადიყავი და ეხლა კაცო ხო და აქედან გამომდინარე უკვე რაღაცა შეცვლილია, უკვე რაღაცა დაძრულია, შეცვლილია და უნდა ვთქვა რომ აი სწორედ 22 წლის 24 თებერვლის მერე განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა სწორედ აი ეს როგორი რაღაც იცი თუ ჩვენ მანამდე თამაშობდით პოლიტიკას ბალანს და ასე შემდეგ ხო 24 თებერვლის მერე როდესაც დაგვიდგა საკითხი ყოფნა არ ყოფნის ჩვენ თქვით რომ აი ჩვენი ბრძოლა ეს არის ჩვენი მშვიდობის ნარატივი ჩვენ ვიბრძვით ჩვენი იდენტობისთვის, კულტურული უწყვეტობისთვის და აი ამ ადგილისთვის, აი ამ მიწაზე. იმიტომ რომ ეხლა ის რა სიტუაციაა, ის გადარჩება მხოლოდ ის, ვისაც აქვს სუვერენული ნება და მხოლოდ ის შეინარჩუნებს ტერიტორიას. და საბოლოოდ გახდა ნათელი თუ რას ნიშნავს სუვერენიტეტისა და ტერიტორიის შინაგანი ურთიერთკავშირი. აი ვინც იქნება სუვერენული, ის შეინარჩუნებს ტერიტორიას. და ისაც აქვს ნება და ის რომ აი სწორედ სუვერენი ნებასთან არის დაკავშირებული კალშმიტის გენიალური ინტუიცია, რომელიც მან ჯერ კიდე 140 წლის წინ წარმოგვიდგინა თავის წიგნში პოლიტიკური თეოლოგია, რომ სინამდვილეში ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატია თავის ქვეშ მალავს საგანგებო მდგომარეობის აღიარებით, რომ არსებობს ესეთი ფენომენი, რომ სინამდვილეში ნება პერსონალური ნება არის, ხო? აი ზუსტად ამ მომენტში ვართ. ეს არის მე ესე ვიტყოდი მეტაფიზიკური მომენტი და ზუსტად ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რას ნიშნავს ნება და რას ნიშნავს ერთი პოლიტიკური სუბიექტი, როგორც დიდი ადამიანი და ადამიანი როგორც მცირე პოლიტიკური სუბიექტი. ანუ მაკროკოსმოსა და მიკროკოსმოს რაღაცნაირად ერთიანობა. რა ჩვენ თქვი გადაცემის მოკლედ ნების ტრიუმფს გავუმართოთ. ნების ტრიუმფი. რასაც ეს თქვი დასაწყისში, უარი მიკროწინასწარმეტყველებასავით ახსნავს, შენ გინდა და ყოფილიყო ეს ისტორიული ეთერი და ჩვენ პირდაპირ ეთერის სრულობის დროს, ანუ რაზეც აქამდე საათნახევრის განმავლობაში ვილაპარაკეთ, დაგვეწია ეს სიახლე, რომელიც ინტეგრირებად შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩვენთვის ერთგვარი მიკროიალტა უკვე დადგა. იმიტომ რომ პრაქტიკულად ამ სანქციების დაწესებით უკვე ყოველგვარი საფუძველი ამ ურთიერთობის ხო ხვდებით გამოეცალა, იმიტომ რომ ანუ ქვეყანა, რომელსაც ეძახის 30 წლიანი ურთიერთობები, მე რაღაცებს ვაფინანსებ, სტრატეგიული პარტნიორი გიდგავარ გვერდში, ასანქცირებს ყველაზე უფრო ლეგიტიმურ ადამიანს, რომელმაც სრული უმრავლესობით მოიგო არჩევნები და ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობები არის ნულოვან ნიშნულზე დასული, რაც არის წინაპირობა იმისი, რომ ვერ მოხდება ვერაფრის გაუმჯობესება, არ უნდა მოხდეს ახლის ყველაფერთან ერთად მომავალ ადმინისტრაციას ამ საკითხშიც გაურთულოს ცხოვრება. არა, ეგ კიდე ეგ არის ტაქტიკური ისა, მაგრამ ნახე რა არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვერაფერს ვერ მოხდება დაზიანოს. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ერთი ციკლი ის 30 წლიანი ომი 23 წლიანი დამთავრდა და ეხლა რაც დაიწყება, ეს იქნება სრულიად თავიდან ახლიდან დაწყებული იმ გეოპოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე, რაც შეიქმნება. რაც ჩვენ რიგში არ ვართ პირველი და არც შეიძლება მეორე, აი დიდი საკითხები რო დაალაგდება, შემდეგ უკვე ჩვენი საკითხით რომელიმე შენობაში შევაბიჭდეთ. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ძალზედ საინტერესო ეთერისთვის და ამ თქვენი ანალიზისთვის, თქვენი მოსმენა შეიძლება რა ვიცი ბევრი საათის განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უნდა დავეშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. აქვე უბრალოდ მინდა მიულოცო მომავალ პრეზიდენტს, ხვალ შედგება ინაუგურაცია მიხეილ ყაველაშვილი ძალიან
კარგი ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, რომელიც ძალიან გამბედავი და არის ძალიან წესიერი და ის დანამდვილებით ვიცი. ამდენად ულოცავ პრეზიდენტს ეს ერთი და მეორე მინდა მიულოცო ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს ხალხს, ახალი წელი არ უნდა მიეცეთ სასოწარკვეთილებას. ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა ქრისტიანული. უნდა გაახაროთ საკუთარი ახლობლები, უნდა გაიხაროთ თვითონ, უნდა გაახაროთ საკუთარი ბავშვები, უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ვინაიდან ახალი წელი არის ოჯახური დღესასწაული და მინდა გიშუროთ ყველაფერი საუკეთესო, გიშურებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და შევხვდებით მომავალ წელს, მომავალ პარასკევს, არ ვიცი ზუსტად და კიდევ ერთი მომავალი წლიდან როგორც გითხარით, ადრეც გითხარით გურამთან ერთად, ისევ აღდგება შუადღის პოლიტიკა, ისევ აღდგება ჯაპანას პაპანაკება და მოკლედ აღდგება. დავიწყებთ ხო მეორე სეზონს, ანუ გადავწყვეტთ რომ ეს გავაგრძელოთ. შესაბამისად, ჩვენ ზუსტად ერთვიანი პაუზა გქონდა, სხვათა შორის ეგრე დაემთხვა რომ არჩევნების ეს ციკლი პირველი სეზონი რომ დავამთავრეთ, ის საარჩევნო პერიოდი დამთავრდა და ზუსტად იგივე დღე იყო, ზუსტად 1 თვის 22 ნოემბერს მივიღეთ ეს ერთვიანი ციკლი, რომელიც დღეს დასრულდა უკვე აი ამ იმითი, რა ქვია, ამ სიახლით და შეიძლება ითქვას პრაქტიკულად, რომ ის როცა იყო თავისი დრო და ამერიკას რო ეს სანქციები დაეწესებინა, ჩვენ პასუხად რაღაცა უნდა გავეკეთებინა და უნდა აგვერჩია მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად და ჩვენ ეს უკვე მოვასწარეთ ამის გაკეთება, სანამ იქ დიდი იმპერიის იმაში ბიუროკრატიაში ეს გადაწყვეტილება მზადდებოდა. კი ბატონო, გემშვიდობებით, ნახვამდის, დიდი მადლობა. ნაშატვეთ ჩემბერლენი.